ძალიან მარტივად მივდივარ 70 80 დავინახე არის 100 არის ძალიან მარტივად წავედით ესე იგი მოგესალმებით მე ვარ ვერკიო და დღევანდელ ვიდეოში მინდა 100 კმ/სთ განვავითარო ჩემი მონობორბლით ეხლა ვიმყოფები ბათუმში და საერთაშორისო ძალიან კარგი მინდია რა ძალიან იშვიათობა ეს ბოლო პერიოდი და სანამ ძალიან გემრიელი ზურგის ქარია და კარგი ტემპერატურა მინდა რომ ამით მოვახერხო ამ სიჩქარის განვითარება მეორე მეკითხებოდა კომენტარში თუ როგორ განვითარებს აი ეს ტრანსპორტი 100 კმ/სთ სიჩქარეს და გვაჩვენეთო და დღეს უბრალოდ ამას ვაპირებ. თუ მოგწონთ თქვენ მსგავსი ტიპის ვიდეოები აუცილებლად გამოიწერეთ ახლა და აგრეთვე თხოვნა იქნება რომ დაწეროთ კომენტარი რომელშიც ნუ რამოდენიმე სიტყვა იქნება რომ YouTube-მა რამენაირად დაუშვას ამ რეკომენდაციებში თორე ეს პრობლემის კონტენტი ძალიან ასე ვთქვათ დაუფასებელია საქართველოში. როგორ არ გეგონოთ რომ აქ სანაპიროზე ვაპირებ მაგის გაკეთებას არა ძალიან ბევრი ხალხია. ხალხი რა რუსები მაგრამ კონკრეტულად ამ ბორბალს ლიპერკიმ შერმან ელს თავისუფალი ბრუნვის სიჩქარე აქვს 151 კმ/სთ. თავისუფალი ბრუნვა ნიშნავს რაიდერის გარეშე რა, ანუ წონით დატვირთვის გარეშე, ხო და მოძრაობაში ხლა რაღაც 70-90 კილო რაიდერი როცა ზედ დგას და ქარის წინაღობა რო გაქვს, მაგ სიჩქარეს რა თქმა უნდა ვერ განავითავებთ. მაგრამ არსებობს ესეთი მოდელები, რომლებსაც 150 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია რაიდერთან ერთად. InMotion P-FC ახალი მოდელია. მაგრამ აქ ისეთ გაითვალისწინეთ, რომ მე წონაც კარგად მეწყობს ხელს ამაში. არ ვარ მძიმე რაიდერი და კონკრეტულად ამ ბორბლისთვის ძალიან მარტივია. თექნიკურად ნებისმიერი წონის დაძლევა, მაგრამ აი როდესაც უკვე 100 და 100-ზე მაღალ ციფრებს უახლოვდება ეს სიჩქარე, მათ შემთხვევაში რავი მძიმე რაიდერისთვის არ არის რეკომენდირებული. და ამ ვიდეოში შესაძლოა ნახავთ თუ რამდენად მარტივად ანვითარებს ეს ბორბალი მაღალ სიჩქარეებს. რაც მიხვდებით იმასაც, რომ შორმოძელებზეც შეგიძლიათ იაროთ, რა. ეხლა ვინც იტყვით რომ ბეღზადგომა დამღლელიაო, არა ბატონო. შემიძლია დაუждე ძალიან კომფორტულად, რავი. ნებისმიერი პოზა მივიღო. даже უფრო მეტ ჯდომის პოზების დასაჩენს გაძლევს ვიდრე მანქანაზე, არ ვიცი. ხო და არანაირი დაღლის ფაქტორი აქ არ არის. აი აქ ბოლოში თვითფრინავების სადაც ეშვებიან ხოლმე. საკმაოდ ისეთი ადგილია ეს, რავი, ტურისტული. აქედან არის კარგი გზა, პირდაპირ, სადაც მანქანები არ დადის ხოლმე. მაგრამ სამწუხაროდ ძაღლები დადიან და მაგათ მთლად უნდა ვიყო. წავიდეთ მომწოდე. არა, შენთვის ახლა 100 წასვლა არ არის აუცილებელი. წავედით. აქ დასაწყისის უბრალოდ დავტესტავ სადღაც აი 70 დავადებინებ, რომ ვნახო როგორი გზაა რა და როგორი ზედაპირია. 70 ძალიან კარგად მედი საერთოდ არანაირი ის არა მაქვს წინაღობა რა. ეთქობა რომ კიდე ძალიან ბევრი შეუძლია. თითქოს 80 მივახლოვდით რა. არის 80 მოკლედ რავი ძალიან კარგი გზა არის. ძაღლები ბოლოში არიან, მაგრამ ეხლა მონაცემებში ვნახავ ტელეფონში ამდენი ენერგია გამოიყენა ბორბალმა და გადმიმეორებ მანე კიდე ერთხელ იგივე ოღონდ 100-ით. მოკლედ რაც ვნახე, იდეალურად შემეძლია 100-ის დადება და ისეთი ტემპერატურა არის, რავი 100-ზე მეცაც დავადებინებ. გაჩვენა მე თუ კიდევ გადამიღე. ესე იგი 3, 2, 1, წავედით. ძალიან მარტივად მივდივარ 70 80 დავინახე. წინაღაც მანქანები მოდის, ოღონდ მაგის კიდე აღარ მინდა. ავიდე მგონი იყო 100 მოვკალი თვალი. ოღონდ აქ ხოდა შევანელო. რაღაცები უშოვენ. რავი ძალიან მარტივად დავადებინე. просто ვერ დავინახე ბოლოს იყო თუ არა 100 და კიდე ერთხელ მობრუნდები ხა.
კი იყო მგონი ასე, ანუ ფიზიკურად ვიგზენი, მაგრამ ახლა იმაზე სპიდომეტრზე ბოლოს ვეღარ დავინახე. ეს მგონი ვეკონკავება. просто ახლა გარისაცი დაგდაგოთ მივდივარ ზავ და თანაქონა გავჩერდე და მეორე რაუნდი გავიმეორო. აქვე კიდე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და დაწეროთ კომენტარი, ოღონდ რამოდენიმე სიტყვიანი. რითაც ძალიან მადლობელი ვიქნები. ხო ხედავთ როგორ რისკავ სიცოცხლეს ამ ვიდეოს გამო. კაი, გადავფარებ დავრისკავ. სულ ამ შეშკარი დავდივარ ხოლმე. იდეალურად მოდის 80 90 არის 100 არის ძალიან მარტივად იმენა მომყვება რა შვენიერია ახლა აპლიკაციაში ვნახავ დეტალებს იმედი მაქვს რომ ჩავიწერე ყველაფერი ძალიან კარგად დავატებინე აი კმაყოფილი ვარ სადმე ახლა კამერა და ის ორივე ჩართული იყო სპიდომეტრსაც GPS-ს ვიწერდი ახლა ტელეფონი მოდია და დაღლების ისეთ გეშინია ხა ზოგადად მოდი აბა მიკმინე არ უკმენ ხო ოღონდ ეკეთები ხო დაგინდა რა უცინარი ახლები არიან